ჩვენ ახლა ვართ სასტუმრო პარაგრაფში, სადაც რამდენიმე წუთის წინ მოვიდა ირაკლი კობახიძე მისი გუნდის წევრებთან ერთად და ჩვენ გვქონდა მცდელობა მათთან გასაუბრების, დაგვესვა კითხვები, რომელი რეკომენდაციების გათვალისწინებას აპირებენ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნიდან, ვინაიდან ჯერ კიდევ 2 დღის წინ დაანონსა ირაკლი კობახიძემ, რომ მართალია მას არ მოსწონს მთლიანად დასკვნა, თუმცა არსებობს ამ დასკვნაში რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინებას და შესრულებასაც აპირებს ქართული ოცნება და ბუნებრივია ახლა მთავარი კითხვა არის ეს სწორედ რა რომელი რეკომენდაციები მოსწონს ქართულ ოცნებას და რომლის შესრულებას აპირებს ივანიშვილის პარტია, მათ შორის აპირებენ თუ არა მაგალითად მოძალადეების დასჯას, მოძალადეების ვინც სისტემურ წამებაში არის მხილებული გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, ვინაიდან რუსთაველის გამზირზე დარბევების დროს არსებობს დაახლოებით არაერთი მოქალაქე, ასობით მოქალაქეც კი, რომლებიც საუბრობენ სისტემურ წამებაზე, მათ შორის წამების დაკავების მანქანებში, როდესაც მათ უკვე აკავებდნენ, ამის შემდგომ, როდესაც ფაქტობრივად ისინი განეიტრალებულები იყვნენ, მაინც მათ უსწორდებოდნენ ფიზიკურად, სიტყვიერად და მათ უღებდნენ ვიდეოებსაც კი ამას ყვება არაერთი დემონსტრანტი, რომელიც დააკავეს და არსებობს ფაქტები და მტკიცებულებები, რამდენად მძიმე იყო მათი მდგომარეობა დარბევების შემდეგ და დაკავებების შემდეგ. ბუნებრივია ეს არის ახლა კითხვები ირაკლი კობახიძესთან, ქართული ოცნების წევრებთან, მათ შორის ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა დაგვესვა ეს კითხვა მაკა ბოჭორიშვილისთვისაც, თუმცა შეხვედრის დაწყებამდე ქართული ოცნების არც ერთმა წევრმა არ ისურვა ამ თემაზე საუბარი. ბატონო ირაკლი, მოძალადეების დასჯას აპირებთ? ეუთოს რეკომენდაციებიდან რომლის შესრულებას აპირებთ? ბატონო მაკა, რომლის შესრულებას აპირებთ ეუთოს რეკომენდაციებიდან? ეუთოს რეკომენდაციების შესრულებას როგორ აპირებთ ბატონო ლაშა? ეუთოს სპეცმექანიზმის მიერ მომზადებული დასკვნა უკვე საჯაროა და ქართული ოცნება უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს წარმოაჩინოს ეს დასკვნა ისე, რომ ეს არის წინასწარ მომზადებული და წინასწარ დაწერილი დასკვნა და აქ არავის არაფერი არ უკვლევია, თუმცა ჩვენ სპეციალისტები განგვიმარტავენ იმას, რომ რეალურად მოსკოვის მექანიზმი არის სწორედ ისეთი მექანიზმი, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება მათ მიერ მომზადებული დასკვნები, სამუშაო დასკვნები და შესაბამისად ისედაც გაწერილი არის ის, რომ დაახლოებით 3 კვირაში უნდა დასრულდეს პროცესი კვლევიდან დაწყებული საბოლოო დასკვნის გასაჯაროვებამდე დასრულებული, შესაბამისად ყველაფერი მოხდა კანონის ფარგლებში, იმ ფარგლებში, რაც წერია უკვე ეუთოს სპეცრეგულაციებში და ქართული ოცნება ვერანაირად ვერ გაექცევა, როგორც სპეციალისტები ამბობენ ამ რეკომენდაციების შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ქართულ ოცნებას ჰააგის ტრიბუნალი ელოდება. თვითონ მოსკოვის დოკუმენტი, რომელთაც შეიქმნა მოსკოვის მექანიზმი, იქ წერია, რომ დასკვნა უნდა მომზადდეს რაც შეიძლება მალე, მაგრამ არა უგვიანეს 3 კვირისა. ხოცებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ ეს ძალიან მოკლე პროცედურაა და მოკლეა იმიტომ, რომ ეუთომ და მისმა წევრმა ქვეყნებმა მყისიერი რეაგირება მოახდინონ ადამიანური განზომილების მხრივ პრობლემებზე ამა თუ იმ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ხანმოკლეობა ეს არის განსაზღვრული თვითონ მოსკოვის მექანიზმით. რაც შეეხება პოლონელ ექსპერტს, იგი არის შერჩეული იმ ექსპერტთა სიიდან, რომელიც მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში ისედაც თავისთავად არსებობს, ინარე რაიმე ინტერესთა კონფლიქტი საკმაოდ არ არსებობს. და ბოლოს არ არსებობს რაიმე პროცედურა და მექანიზმი, რომელთაც შეიძლება ეჭქვეშ დადგეს ამ დოკუმენტის ვალიდურობა და სანდოობა, მას ვერ გააპროტესტებ, მის წინააღმდეგ ვერავითარ საჭივარს ვერ შეიტან და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ხოცების მთელი ეს რიტორიკა, ეს არის ჰაერში ნასროლი სიტყვები, პროპაგანდისტული ილეთი გათვლილი თვითონ ხოცებზე და მეტი არავისა. ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში არის საბოლოო ჯამში დიაგნოზი ქართული ოცნებისთვის და რაც თავარია, ისინი ვერ გაექცევიან მის შესრულების ვალდებულებას და თუ არ შეასრულებენ, ითამაშებენ, რომ ნაწილობრივ შეასრულებენ და დანარჩენს არა, ეს გამოიწვევს მონიტორინგის შედეგად ისევ და ისევ პასუხისმგებლობის დაკისრებას უშუალოდ მათზე, რაც უმძიმესი იქნება. ამიტომ მათ იციან, რაც ნიშნავს ეს ყველაფერი და მათ იციან, რომ საერთაშორისო კონვენციების დარღვევა განსაკუთრებით წამებასთან დაკავშირებით, რომელიც ჰააგის ტრიბუნალით სრულდება, ან იგივე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება მათთვის არის სავალდებულო. შესაბამისად, ისინი ახლა არიან რთულ დღეში და ტაქტიკურად რაც არ უნდა ეცადონ დროის მოგებას და გაწელვას, საბოლოო ჯამში შედეგი დადგება იგივე.
პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, მოძალადე სპეცრაზმელების და პოლიციელების დასჯა და რეპრესიული კანონების გაუქმება ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი, რაც არის გაწერილი ქართული ოცნების მიმართ EUTHO-ს სპეცმექანიზმის მიერ მომზადებულ დასკვნაში. ჯერ კიდევ 2 დღის წინ დაანონსა ირაკლი კობახიძემ, რომ ქართული ოცნება საგანგებო ბრიფინგით უპასუხებს EUTHO-ს მიერ მომზადებულ დასკვნას და როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ეს ბრიფინგი